როდესაც ოჯახმა გაიგო თქვენი გადაწყვეტილება, რომ უნდა გამხდარიყავით მსახიობი, ძალიან შეიცხადეს, ასე ვთქვა, ძალიან ძიმედ მიიღეს. ხო, ოღონდ შეცხადება არ იყო ესეთ რაღაც მეგრული არ იყო, მაგრამ დედა ძალიან წინააღმდეგი იყო. იმიტომ რომ მართალი იყო ერთიც და მეორეც, რომ უცებ შეცვნენ. თუმცა ამ ჩემს არჩევანს ჰქონდა წინაპირობა, ესე არ იყო მე უცებ გავიღვიძე და მომინდა. არა, მაგრამ ისინი მართლები რაში იყვნენ, იცი? რომ მე არავინ არ მყავდა ხელის მომკიდე, რაღაც ხრის ხარში ამომდგომი, რო წინ გავდა, იმიტომ ისეთ სამყაროში მოდიხარ. მე იგი სამტრედიაში რომ მე ეს მომენტო ვინ იცოდა რომ მე რუსთაველის თეატრში მოხვდებოდი არავინ არ იცოდა უბრალოდ მე რა იყო იცი აი სკოლის დროს სტარდებოდა იქ ოლიმპიადები ხატრული შემოქმედება ყველა კლასის ყველა და მე ნაკრები იკრიბებოდა რაიონული ნაკრები და მოდიოდნენ ფინალში თბილისში აბარებდნენ და მე მქონდა ჩემი ასე ვთქვათ ნიშა იქა ლექს ვკითხულობდი, ხატრული კითხვის ის ვიყო. რა ლექს კითხულობდით? ვკითხულობდი სულ მთელი სკოლის პერიოდი ლადო ასათიანის ლექსი იყო ჩემი ქვეყნის ოქროყანა. ხო. დიდის გარჯით მოწეულო სიწითლისგან დაბრაწულო კან დამსკდა რომ როწეულო ეხლას მახსოვს. ხო და მეორე ლექსი იყო კიდე აი ღონისძიებები იყო მაშინ საბჭოთა დროს ზოგი ეძღვნებოდა პირველ მაისს ზოგი ოქტომბრის რევოლუციას და აი მქონდა მეორე სანდრო შაშიაშვილის ლექსი იყო დედის ერთა ლენინთან ძამძიმე ლექსია რაღაც დედის ერთა ლენინთან ახსენ კარი დედა შენ შუს გარეთ რა უნდა და ტიროდა ნუ მე ამიტი მაღურობ ხო და ესე ამ ლექსებმა მე სცენაზე როცა ტაშს მიიღებ გეფიცები და თუ ეს არ არის რაღაცა საგანი უსულო ის უკვე მოიწამლება იმ სცენის სიყვარულით და მეც ისე დამემართა უკვე სხვაგან არც ვფიქრობდი